ყველას მოგესალმებით, მე ნუკი ვარ, ეს ჩემი YouTube არხია, ვინც არ მიცნობთ. კეთილი იყოს მობრძანება ჩემს YouTube არხზე და ვინც უკვე მიცნობთ და ვინც მომყვებით თავიდანვე, ყველას მოგესალმებით და ყველას მოგიკითხავთ დიდი სიყვარულით. დღეს მე ძალიან საინტერესო თემაზე მომინდა თქვენთან ერთად საუბარი და იმედია რომ ეს თემა თქვენც მოგეწონებათ, აუცილებლად გავუზიაროთ აზრი კონკრეტულ ამ თემის შესახებ და გეტყვით ახლა რაზე მინდა საუბარი. ისიც რომ ყავს მარიამი 4 წლის გახდება ძალიან მალე და ჩემთვის მისი ფიზიკური და გონებრივი განვითარება ჩემთვის ამ ეტაპზე ყველაზე მნიშვნელოვანია. სწორედ ერთ-ერთი თემა მინდა რომ განვიხილო ბავშვების, ჩვენი შვილების პირადი სივრცე. როგორ უნდა მოვამზადოთ, როგორ უნდა ვასწავლოთ მას ამ ყველაფრის აღქმა, როგორ უნდა გავაცნობიეროთ და როგორ უნდა რა საკიდან უნდა ვასწავლოთ მაგალითად ბავშვებს ამ პირადი სივრცის შესახებ, როგორ გავაცნობიეროთ ამ ყველაფრის შესახებ და რატომ არის მნიშვნელოვანი მათთვის პირადი სივრცე. აი ამ თემებზე მინდა დღეს ვისაუბრო, იმედია რომ თქვენც მოგეწონებათ, თქვენც აუცილებლად კომენტარებში გამიზიარეთ თქვენი დამოკიდებულება, თქვენი აზრი ამ თემის მიმართ და მოდი დავიწყოთ. მე რა თქმა უნდა ჩემ აზრს და ჩემს ამ ეტაპზე გამოცდილებას გაგიზიარებთ და მე ვთვლი რომ ბავშვისთვის პირადი სივრცის სწავლება უნდა დავიწყოთ არა მოზარდობის ან დიდობის ასაკიდან, არამედ აუცილებლად პატარაობის ასაკიდან. და რატო არის ეს მნიშვნელოვანი, ხო? იმიტომ რომ სამომავლოდ ეს ყველაფერი იქონიებს გავლენას და ძალიან დიდ გავლენას იქონიებს მის ფიზიკურ, არა მარტო ფიზიკურ, არამედ გონებრივ განვითარებას, რაც ვფიქრობ, რომ ბავშვებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია და ასევე დედებისთვის, რომ ჩვენი ბავშვები განვითარდნენ, იყვნენ დამოუკიდებელნი, იყვნენ თავდაჯერებულები და ეს ყველაფერი მათ სამომავლოდ ფსიქოლოგიურ განვითარებასაც შეუწყობს ხელს. როგორ უნდა ვასწავლოთ აი ამ პირადი სივრცის შეცნობა? ჩემი აზრით ეს უნდა დავიწყოთ, მაგალითად, უნდა მოვიწყოთ ბავშვებს და ვთვლი რომ თითქმის დღესდღეობით მე მგონი ყველა ბავშვს აქვს ძალიან ბევრი სათამაშო, თავისი პირადი ნივთები, რომლის თუ მაგალითად სასურველია და ძალიან კარგია თუ ბავშვს თავისი ოთახი ექნება, მაგრამ თუ ამის საშუალება არ არის, აუცილებლად ყველა ბავშვს თავისი ნივთები, სათამაშოები bis კუთხე უნდა მოვიწყოთ და ეს ყველაფერი ერთ სივრცეში განვათავსოთ. და ამ ყველაფრის შემდეგ ვასწავლოთ მათი მოვლა, ხო? მაგალითად, როდესაც დავიწყებთ ბავშვის კუთხის, ასე ვთქვათ, რომ აი დავიწყებთ, რომ ბავშვის კუთხე უნდა მოვაწყოთ, აუცილებლად ბავშვთან ერთად გავაკეთოთ ეს ყველაფერი, თვითონ ამ მოწყობაშიც ჩავრთოთ და აუცილებლად ვკითხოთ აზრი, იმიტომ რომ მათ სათამაშოებს და მათ პირად ნივთებს ვალაგებთ და აუცილებლად ვკითხოთ, როგორ ჯობია, სადღა დავალაგოთ, როგორ არის მისთვის მოსახერხებელი. ნუ რა თქმა უნდა, მშობელმა იცის ყველაზე მეტად, ხო, როგორ თამაშობს თავის შვილს, რა უყვარს, როგორ თამაშობენ თავისი შვილები, ჩვენი შვილები, მაგრამ ეს მათი ჩართულობა, ეს მათში გამოიწვევს ძალიან დიდ თავდაჯერებულობას და იმის სწორედ აი ამ პირადი სივრცის შექმნას. და ეს უკვე გააცნობიერებს, რომ ეს არის ჩემი სათამაშოები, ჩემი პირადია და მათ შორის დედაჩემის და მამაჩემის მშობელი არ აქვს მნიშვნელობა. მეკითხება თუ ეს ყველაფერი როგორ უნდა დავალაგო და თავის პატარა გონებაში გაიაზრებს ამ ყველაფერს, რომ რადგან ჩემია, მშობელსაც არ აქვს ჩემს უნებართოდ ამ ყველაფრის დალაგება და განთავსება, ხო? ეს წარმოიდგინეთ მათთვის რა მნიშვნელოვანია და როგორი თავდაჯერებულები იქნებიან. შეიძლება იმ მომენტში ვერ გააცნობიერონ, მაგრამ ამას ხშირად რო გავაკეთებ, მაგალითად ძალიან ხშირად ურევს ჩემი მარიამი თავის სათამაშოებს და თავის პირად რაღაც ნივთებს, ხო? თუნდაც ტანსაცმელებს, მაგრამ ყოველთვის ვცდილობ ხოლმე რომ ჩავრთო მათ დალაგების პროცესში, მათ განთავსების პროცესში და ეს ძალიან სიამოვნებს მასაც. ძალიან უხარია, მაგრამ თან დარწმუნებული ვარ ხვდება რომ ეს ხო ჩემია და რაღაცა რო ავიღო მის დაუკითხავად ვეკითხები ყოველთვის. მაგალითად, თავის ოთახში როცა შევდივარ, ამ ბოლო დროს ნუ დავიწყე ვცდილობ ხოლმე რომ რაღაცა ან თავის ნივთებს რო ვალაგებ, ვკითხო, რომ აი მაგალითად ეხლა ერთ-ერთ მაგალითს მოგიყვანთ. აი ესეთი
ჩვეულებრივი ესეთი ტელეფონის დასადებები. მარიამს თავის პლანშეტი აქვს და ნუ რა თქმა უნდა ორივე ჩემი იყო და ეს შემდეგ გამოვიწერე. და უთხარი რომ მაგალითად შენ ვარდისფერი რადგან მოგწონს ვარდისფერი ფერი, მოდი ეს იყოს შენი პლანშეტის დასადები, ხო? და ნუ ტელეფონს თუ რაიმე ფილმს ჩავთავ ხოლმე ტელეფონში ვუყურებ ან რაღაც გადაცემას. ამას ვიყენებ ხოლმე წითელს მე და ნუ შევთანხმდით რომ მარიამს არის ვარდისფერი, ჩემი არის წითელი. ნუ არის ხოლმე შემთხვევები რომ ამას ვერ პოულობ და ვიცით ხო მე და მარიამ როს მარიამისაა. შემიძლია ხო მშობელი ვარ რა თქმა უნდა ორივე ჩემი ნაყიდია, ორივე ოჯახშია და ყველასია ხო იდეაში, მაგრამ ყოველთვის ნუ არის ხოლმე მომენტი რომ ამას რომ სად დავდე ვერ პოულობ ხოლმე, ყოველთვის ვეკითხები მარიამს მაქვს თუ არა უფლება რომ მათხოვოს ეს ვარდისფერი. დედიკო შეიძლება თუ არა რომ ცოტა ხნით ავიღო ეს ვარდისფერი და აუცილებლად ვიღებ ხოლმე თანხმობას, იმიტომ რომ ეს პროცესი რომ რაღაც ნივთი არის მისი და მშობელი ეკითხება დავდე ხა დედიკო ხა ეს რომ მომიტანე გამიხარდა კი ხა დღეს ტელეფონის დასადებას ვერ პოულობდი ის უთხარიო რომ მოგიძებნე და რომ გაგახარეო მადლობა დე და ეს ძალიან მნიშვნელოვანია ხო რა ვეკითხები რომ აი მარიამ შეიძლება თუ არა შენი ნივთი გამოვიყენო ავიღო და რა თქმა უნდა ის დიდი სიხარულით მეუბნება ხოლმე ნებართვას და ეს ყველაფერი მასში იმდენად გაბრწყინებული მეუბნება ხოლმე იმდენად თავდაჯერებულია ხოლმე ამ პროცესის დროს რომ არაფერს მნიშვნელობა ახლა ის უბრალოდ მაგალითად მოვიყვანე ნებისმიერი ნივთი რაღაცა რომ დამჭირდეს მაგრამ ისი აუცილებლად ვეკითხები რომ შეიძლება თუ არა ავიღო და მაძლევს თუ არა ნებართვას რომ მისი ნივთი გამოვიყენო ეს ყველაფერი ბავშვებში ძალიან დიდ ფსიქოლოგიურ თავდაჯერებულობას უქმნის პატარაობიდანვე და აუცილებლად მინდა აღვნიშნო რომ ეს ყველაფერი აი მე კიდე ცოტა მე მგონი გვიან დავიწყე ამ ყველაფრის შეცნობა და კარგი იქნება თუ აი თვეებისაც უკვე ფეხს რო იდგავს ბავშვი უკვე თავისი სათამაშოების კუთხე რომ აქვს უკვე თამაშის პროცესში აქტიურად როცა არის ჩართული აი თავიდანვე ამ ეტაპიდანვე დავიწყოთ ბავშვების ესე ფსიქოლოგიურად შემზადება რომ რაღაცეების გაცნობიერება რაც უფრო პატარა ასაკიდან დაიწყება ვთვლი რომ მომავალში უფრო ბევრად განვითარებული და ბევრად წარმატებული ბავშვები და შვილები გვეყოლებიან და ვფიქრობ რომ ეს ჩემთვის ძალიან საინტერესოა და ძალიან კარგი გამოწვევა და მინდოდა რომ აი ამ თემაზე თქვენთანაც მესაუბრა რა თქმა უნდა ვთვლი რომ ეს სწორია პატარაობიდან ყველაფერთან დამოკიდებულებაში არა მარტო ეს თავისი პირადი სივრცის აღქმაში ვთვლი რომ ყველაფერთან დამოკიდებულებაში პატარაობიდანვე პატარა ასაკიდანვე უნდა განვაცნობიეროთ, ვასწავლოთ, შევაგუოთ რომ სამომავლოდ უფრო განვითარებული ბავშვები გაიზარდონ და რა თქმა უნდა სამომავლოდაც უკვე დიდი რო იქნება აი ეს ყველაფერი რო გაუჩნდება გონებაში ბავშვებს რო გაუჩნდებათ გონებაში უფრო თავდაჯერებულები იქნებიან და ეცოდინებათ რომ თავისი პირადი ნივთებზე უნდა ჰკითხონ სხვებმა ესე დაუკითხავად არ უნდა აიღონ და ეს თავისი ადგილის დამკვიდრებასავით იქნება. აი ამ ყველაფერს მოკლედ განვაპირობებთ და აი ამ ყველაფრის საფუძველს ვუყრით, რა თქმა უნდა, პირველ რიგში მშობლები. ჩვენზეა ყველაფერი დამოკიდებული, თუ ჩვენ არ დავიცავთ მათ ამ პირად სივრცეს, უკვე სხვებთან მიმართებაში ძალიან გაუჭირდებათ ამ ყველაფრის გაცნობიერება და ვთვლი რომ ჩვენზეა ყველაზე დიდი როლი, ასე ვთქვათ, მორგებული და ჩვენზეა დამოკიდებული ეს ყველაფერი. როგორ მივაწვდით, როგორ ვასწავლით, როგორ აღვსდით და აი ამ თავდაჯერებულებას როგორ ჩავუნერგავთ, რაოდე. მოკლედ აი ამ ყველაფერთან დაკავშირებით ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აზრი ჩემთვის და ასევე ძალიან თუ რაღაცნაირი თქვენებური აღზრდის მეთოდები გაქვთ კონკრეტულ ამ თემასთან დაკავშირებით, აუცილებლად დამიტოვეთ კომენტარში. მე ვეცდები რომ რაღაც საინტერესო კომენტარები ამოვარჩიო და ცალკე კიდევ ამ თემაზე განვიხილოთ ძალიან ბევრი თუ დაიწერა ბევრი კომენტარი, მე შემაჯამებელი ვიდეო გავაკეთოთ და იმედია რომ მოგეწონებათ.
ასევე განვიხილავ თქვენ პირად გამოცდილებას, რა ეტაპზე ხართ, რა ასაკიდან დაიწყეთ ბავშვებისთვის აი ამ პირადი სივრცის აღქმის შესწავლა და ან რა პროცესში ხართ, ან როგორ ცდილობთ, ან რა დაბრკოლებებს გადააწყდით. ეს მე მგონი ყოველთვის ძალიან საინტერესო იქნება და ასევე პირადად თქვენთან მაქვს კითხვა, რატომ უნდა შევუქმნათ ბავშვებს თქვენი აზრით, აი რაღაცნაირ პატარა წინადადებით რომ შემოიფარგლოთ კომენტარებში, თქვენი აზრით რატომ არის საჭირო ეს ყველაფერი, რატომ უნდა ჰქონდეთ ბავშვებს პირადი სივრცე და რატომ უნდა შეუქმნას უბრალოდ მშობელმა უნდა შეუქმნას ეს თუ ზოგი მაგალითად თვლის რომ ბევრ სტატიებზე ვარ აი ამ კონკრეტულ თემაზე ბევრ სტატიებს გავეცანი და სხვათა შორის ბევრი ფსიქოლოგი თვლის და ეთანხმება აი ამ ჩემს მოსაზრებას და ბევრი ფსიქოლოგი ასევე თვლის რომ ბავშვმა ეს თავისით უნდა ჩამოაყალიბოს, თავისით უნდა უფრო როგორ რაც უფრო თავისით ჩამოყალიბდება და აი ამ ფსიქოლოგიურ დამოუკიდებლობას თავისით გადალახავს და თავისით ჩამოაყალიბებს პატარავე ასაკით, პატარაობიდანვე უფრო დამოუკიდებელი და ძლიერი და შემდგარი პიროვნება იქნება სამომავლოდ და აი უფრო ჩვენებურად რო ახსნა, აი ბევრი ფსიქოლოგი იმას უჭერს მხარს, რომ მაგალითად აი თუნდაც ჩვენ არ უნდა ჩავერიოთ აი ამ ყოველთვის შესწავლაში და მე ამას გავეთანხმები და ვთვლი რომ ნებისმიერ საკითხში მშობელი უნდა იყოს ის იმ საძირკვლის ჩაყრაში, როგორ თქვა, იმ ყველაფრის დასაწყისში, რომელიც შეუწყობს ბავშვს ნებისმიერ განვითარებაში, ნებისმიერ სამომავლო რაღაცნაირად გონებრიობის ჩამოყალიბებაში, პიროვნების ჩამოყალიბებაში ძალიან დიდი როლი აკისრია მშობელს ნებისმიერი ბავშვის მიმართ. ეს ჩემი აზრია და მაინც მგონია რომ უმეტესობა ესე ფიქრობთ. ეს ძალიან საინტერესო იქნება ჩემთვის, ანუ რომელს უფრო ემხრობით და თქვენ როგორ ფიქრობთ, როგორი უნდა, როგორ გითხრათ რაღაცნაირად ისე მინდა კითხვა გადმოვცე. როგორ ფიქრობთ, რა უფრო მნიშვნელოვანია ბავშვისთვის, რომ მშობელმა მისცეს და გაუყვალოს გზა ამ განვითარებისთვის, თუ საკუთარ თავში იპოვოს ის ბავშვური ძალა, თუ არ ვიცი რა დავარქვათ, მოდი ბავშვური ძალა დავარქვათ, რომ თვითონ დაიმკვიდროს თუნდაც თანატოლებთან მერე სამომავლოდ თავისი ადგილი ან თუნდაც თავისი გონებრივი განვითარება თვითონ ჩამოაყალიბოს. ვფიქრობ, რომ არ ვიცი, აი რომელს უფრო ემხრობით, ძალიან საინტერესო იქნება თქვენი აზრი. ზოგი საერთოდ არც ერთს არ ფიქრობს, არიან ესეთი მშობლებიც, მაგრამ მაინც მგონია, რომ იმაիսტი გამოწერები მყავს, რომ აი ამ ორ თვალსაზრისიდან რომელიმეს მიიჩნევს უპირატესობად და ასევე ძალიან კარგია ბავშვისთვის დამოუკიდებლობა პატარაობიდანვე თავისით წოლში რო წინავს, მაგალითად თავისით რო იწყებს კვებას, უკვე აი რაღაცა ასაკიდან მაგალითად აი ამ პიროვნული განვითარებასთან დაკავშირებით მე მაქვს ჩემი აზრი ძალიან ხშირად ხა მაგალითად გარეთ სადღაც რო გავდივართ ხოლმე და მივდივართ მარიამს რომ უნდა ჩავაცვა, გავიხედები ხო გარეთ რა ამინდია და ხო ამინდის შესაბამისად უნდა ჩავაცვათ ან იმ ადგილის შესაბამისად სადაც მივდივართ და მშობელმა უკეთ იცის ხო რა თქმა უნდა სადაც მივდივართ რომ მელი ჩაცმის სტილი იქნება უფრო პრაქტიკული ან არ შესცივდეს ან უფრო კარგად რო ითამაშოს სიტყვაზე თუ გასართობ ცენტრში მივდივართ ან გასართობ სივრცეში მივდივართ და მაინც მაქვს ხოლმე ორი ვარიანტი და ვეძახი ხოლმე მარიამს და ვეუბნები რომ აირჩიება რომელი გირჩევნია. იმ ორი ვარიანტიდანაც ისეთ სტილს ვირჩევ რომ იმ ადგილზე იყოს მორგებული, მაგრამ სტილი, ფერი, რაღაც მაინც თავისებურად ხო ახდენს არჩევანს ხო აკეთებს და ეს მარიამს ძალიან მოსწონს, როდესაც თვითონ ირჩევს ხო რა უნდა ჩაიცვას და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ისაც არის ერთ-ერთი პირადი სივრცე, იმიტომ რომ
თვითონ ირჩევს რა უნდა ჩაიცვას და თვითონ იღებს ამ მისთვის მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას. ერთი შეხედვით ჩვენთვის შეიძლება ჩვეულებრივი ამბავი იყოს, მაგრამ ვერწმუნეთ ეს მის თავდაჯერებულობას ბევრად ზრდის. მაგალითად რაღაცეებს რო უწერ ხოლმე მარიამს, ნუ ეხლა რო გამართება მინდა რომ სურვაზე მივიყვანო და რაღაცა საცურაო კოსტუმები რო გამოუწერე, აუცილებლად ვაჩვენებ ხოლმე და ნუ მე ხო ვიცი, ნუ რა სტილი უნდა აურჩიო, რომელია კარგი ხარისხის სიტყვაზე ან მსგავსი რამ, მაგრამ ფერს რო გადავხედავ ხოლმე, ვაჩვენებ ხოლმე, აი რომელი ჯობია. წარმოიდგინეთ რამხელა თავდაჯერებულობას ვუქმნით ბავშვს ნებისმიერი რაღაცა კონკრეტულად რაც მას ეხება იმ არჩევანში რომ იღებს მონაწილეობას. ეს ვფიქრობ რომ აი თანდათან ეტაპობრივად რომ მივაჩვევთ აი ამ ყველაფერს ძალიან თავდაჯერებული იქნება რომ რაღაცა რამდენიმე წლის შემდეგ შეიძლება ეხლა დიდად არ გქონდეს გავლენა და დიდად არ იქონიოს გავლენა ყველაფერმა, მაგრამ აი ეს ყველაფერი ნელა და ეტაპობრივად ძალიან მნიშვნელოვანი გახდება მისთვის და ეს ძალიან დიდ თავდაჯერებულობას შეუქმნის ჩემი აზრით. ასევე საჭმლის დაკვების დროს აუცილებლად გვაქვს ხოლმე რამდენიმე ვარიანტი და აუცილებლად ვეკითხები რომელი ურჩევნია. ნუ არის ხოლმე ტანტრუმებიც რომ არც ერთი არ უნდა, არის რომ ყველაფერი ერთად უნდა, მაგრამ ნუ ეს გამონაკლის შემთხვევა ხოლმე ძირითადად რომ ვეკითხები აი ეს ჯობია თუ ეს, ნუ რა თქმა უნდა სადილზე საუზმეზე სხვადასხვა რაღაცას ვთავაზობ, სადილზე სხვა რაღაცას და ვახშმობის დროს სხვა რაღაცას, მაგრამ იმ საუზმეზეც რამდენიმე ვარიანტი უნდა შევთავაზოთ, რომ ეს ყველაფერი იყოს მისთვის მაინც არჩევანის ფაქტორი, აი არჩევანის და იმ გადაწყვეტილების მიღების პროცესში იღებს მთავარ როლს, ხო? თვითონ იღებს აი ამ ყველაფერზე გადაწყვეტილებას და უფრო მაყოფილიც მიირთმევს, ხო? ანუ ჩვენ შემთხვევაში ესე არის ხოლმე, იმ ყველაფერთან დაკავშირებითაც აუცილებლად გამიზიარეთ. ხილსაც ისე ვთავაზობ ხოლმე. არის ხოლმე შემთხვევები, რომ აი ვაშლი გინდა თუ ბანანი ან ორივე ან არც ერთი არის ხოლმე შემთხვევა რომ არც ერთი არ უნდა, მაგრამ აი იმ შემთხვევაში რო ეკითხები შენ რომელი გინდა უფრო მოსწონს ეს არჩევანის გაკეთების პროცესი და იტყვის რომ აი ეს მინდა და აუცილებლად მიირთმევს, იმიტომ რომ ხილი უყვარს, მაგრამ აი ეს პრეტენზიები რომ ახლა ხილი არ მინდა და რაღაცეები უკვე აღარ აქვს ხოლმე და აი ამ ვარიანტში არჩევის პროცესში რომ იღებს მონაწილეობას ბევრად უფრო გემრიელად და კარგად მიირთმევს ხოლმე სასარგებლო რაღაცებს. ხო, კიდე რა გაგიზიაროთ ესეთი მნიშვნელოვანი თემები, რასთან დაკავშირებით არის ხოლმე. ხო, ნუ ეს პირადი სივრცე, სათამაშოები, აუცილებლად ვცდილობ, რომ თავისი ოთახის დალაგებაში მივაღებინო მონაწილეობა, თავისი თამაშოების დალაგებაში მივაღებინო მონაწილეობა და იმ ყოველფრის არსი, რომ რაც უფრო მოწესრიგებული იქნება და კარგად ეწყობა თუნდაც ის თავისი თამაშოები თავის ადგილზე, უფრო მეტად მიხვდება სადრადევს და ეს არის უფრო რაღაცნაირად დისციპლინის და აი ამ რაღაცნაირად სისუფთავის ჩამოყალიბების პროცესიც მიმდინარეობს ხოლმე აი ამავდროულად. ასევე ასევე ჰიგიენაც, კბილების გახეხვა და ეს რაღაცების პატარაობიდანვე აუცილებლად ნელა თავისითვე მივაჩვიეთ, იმიტომ რომ ეს პროცესი უფრო შეიძლება კი არა, ხა მარიამი დილით კბილებს როცა იხეხავს ფაქტურად მთლიანად სველია ხოლმე, მაისური, შარვარი ყველაფერი უსველდება, მაგრამ ეს მერწმუნეთ, ვიცი რომ შეიძლება ბევრი ხართ ესე და ბევრი მერე ნერვიულობთ, რომ ამათ ბევრი დრო მიაქვს, მე რომ და გამოუცვალო ეს ყველაფერი შეიძლება დაგვეზაროს, მაგრამ მერწმუნეთ ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ჯობია თავისითვე ისწავლოს და უფრო სახალისო იყოს ეს ყველაფერი და ხალისით და მეტი აი ამ თამაშით მივაღწიოთ და ჩამოვუყალიბოთ ეს ჰიგიენა, კულტურა, დისციპლინა, თავის პირადი სივრცის აღქმა, ზრდილობა, ეს ყველაფერი თავისითვე გავაკეთებინოთ კვება, ჩაცმა ნებისმიერ საკითხში, როდესაც თვითონ თავად წყვეტს ბავშვი რა როგორ გააკეთოს, თვითონ გააკეთოს არჩევანი, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ამ ეტაპზე, ეს ყველაფერი ხელს გვიწყობს მშობლებსაც და უფრო მშვიდად ვიქნებით, რომ ვიცით, რომ მომავალში უფრო
დამოუკიდებლები, შემდგარი და განვითარებული ბავშვები გაიზრდებიან. ვიცი რომ ეს ეტაპის გავლა ცოტა რთულია ხოლმე, ცოტა გვეზარება, ხან ცოტა ზარმაცობთ, ჩვენც არის დღეები რა თქმა უნდა ეს ყველაფერი ამ ყველაფერიდან ამოვარდნილი ვართ ხოლმე, ამ ძილის რეჟიმი იქნება, კვება იქნება, ჩაცმა, სისუფთავე არის ეს დღეები ყველა ოჯახში არის, ყველა ბავშვთან მიმართებაში არის ეს არის გამონაკლისები და ამაზე არ ღირს ნერვიულობა, იმიტომ რომ ეს ყველგან ხდება, ყველა ოჯახშია და ამის მიღებაც უნდა შეგვეცლოს, უბრალოდ ძირითადად 70-80% უნდა ვეცადოთ აი ამ ყველაფრის რეჟიმის გაკონტროლება, რეჟიმის მიჩვევა, უფრო სახალისო რომ იყოს, უფრო სასარგებლოდ გამოდის, უფრო მნიშვნელოვანის გამოდის და მერწმუნეთ საბოლოოდ აი რომ მივალთ, რომ გაიზრდებიან ჩვენი შვილები, მე ვიტყვით, რომ აი რამდენად მნიშვნელოვანი როლი მივიღეთ მათ ფსიქოლოგიურ, გონებრივ და აი ამ ყველაფრის ჩამოყალიბებაში და ვფიქრობ, რომ ძალიან ბედნიერი ბავშვები გაიზრდებიან ყველანაირი ბავშვური სტრესის და დაძაბულობის. ბალერინა გააკეთე, კაი, მიდი და მოვალ და მე ვითამაშოთ. არა, გადავიხოთ. კაი, მე იქ გადავიხოთ, ოკეი? ბევრი გადავიხოთ. აი მაგალითად, როდესაც ვიდეოს ვიღებ, ძალიან უნდა ხოლმე, რომ მეც გადავიღო და რამდენიმე ვიდეო ამასთან დაკავშირებით მაქვს ხოლმე, რომ მარიამი ითხოვს, რომ მეც მინდა. სხვადასხვა ძალიან ბევრი ვიდეოები აქვს ჩაწერილი, დაიდებს ხოლმე კამერას და არ ვიცი, რასაც მიყურებს, იმას აკეთებს ხოლმე. მოკლედ აი არ ვიცი რა, ყველანაირად ვცდილობ, რომ აი ამ ბავშვის გონებრივ და ყველანაირ განვითარებაში მივიღო ძალიან დიდი როლი და მედია რომ გამოვა, დარწმუნებული ვარ, ბევრი თქვენთაგანი ხართ ასე, ბევრი ვცდილობთ, ხან გამოგვდის, ხან არა, მაგრამ რაც მთავარია, სწორად და ეტაპობრივად მივდივართ და იმედია რომ ყველაფერი კარგად იქნება. ძალიან დიდი მადლობა რომ მომისმინეთ, ველოდები თქვენი აზრების გაზიარებას, ძალიან მაინტერესებს, ძალიან მნიშვნელოვანია ეს თემა ჩემთვის და შესაბამისად ძალიან მაინტერესებს თქვენი დამოკიდებულება, თქვენი აზრი, თქვენი ახსნის ტაქტიკა აი ამ ყველაფერთან დაკავშირებით და აუცილებლად აი ძალიან დიდი მონდომებით და დიდი მოლოდინით ველოდები თქვენს კომენტარებს. ყოველს გისურვებთ ბედნიერ დღეს და აბა თქვენიც გელოდებით კომენტარებში.